წულუკიანის კომისიაზე მეორედ დაბარებული გიორგი გახარიას გამოკითხვა ხმაურით მიმდინარეობს. ექს-პრემიერი კომისიას დისტანციურად ერთვება. გიორგი, მოიხედეთ ერთსავით. რა დღეში ხარ, ერთი მითხარი რა? არა, რა დღეში ხარ, ერთი ამაღებინე. და დგახარ ეხლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ჩორჩანას საკუთარ ჩატმის შემდგომ ოკუპანტების პროკურატურამ აღძრა საქმე ზუსტად ისეთი, რომელსაც თქვენ ახლა იძიებთ. და თქვენ ახლა რასაც აკეთებთ, ფაქტობრივად ჩვენებებს აძლევთ და ამხარებთ ოკუპანტების ინტერესს. მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონის ძიებაზე მევიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა. 19 წლის ბრიტანელი გოგო ამბობს, რომ საქართველოში 12 კილოგრამამდე ნარკოტიკის შემოტანა წამებით აიძულეს. BBC-ის ინფორმაციით მეი კალი ახლა საქართველოში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვაც გაიმართა, სადაც მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს. ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების თანახმად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრეს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.